ირანთან მიღწეული გარიგების შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომზე თეთრი სახლის ფოკუსირების ირიბი ნიშნები უკვე იკითხება. ამის მაგალითია დიდი შვიდეულის ქვეყნების ბოლო ერთობლივი განცხადება, რომლის ხელმომწერებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიცაა. მასში უკრაინის თავისუფლების, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის ირგვლივ ჯგუფის ქვეყნების ერთიანობაა დაფიქსირებული. ხაზგასმულია უკრაინის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ბოლო თვეების მანძილზე ბრძოლის ველზე მიაღწია. რაც მთავარია, დოკუმენტში ცალკე ნაწილი ეთმობა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის საკითხს და ამ კონტექსტში სანქციების გაძლიერებაა ხაზგასმული. ნავთობისა თუ გაზის სექტორში. ტექსტის თანახმად დიდი შვიდეულის წევრები მიიჩნევენ, რომ ესაა სწორი დრო დამატებითი ზომებისთვის, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად გარიგებას მიაღწია, რასაც ყველა მიესალმა. Le président Trump, comme nous tous, on a juste პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა როგორც ჩვენ ყველამ უბრალოდ აღნიშნა, რომ დღეს რუსეთის მხრიდან არ არსებობდა სერიოზული მზადყოფნა მშვიდობაზე სასაუბროდ. ამიტომ არ ვიცი როგორ გითხრათ, ფაქტები თავად გვიჩვენებს ყველაფერს. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოხდა გარკვეული ცვლილება. აქ საფრანგეთში ევიანის მომენტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი კონკრეტულად უკრაინასთან დაკავშირებით. ეს მომენტი კი იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ დიდი პატივისცემით მოისმინა უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სიტუაციის შეფასება. ყველამ აღნიშნა, რომ უკრაინა ბევრად უკეთ უწევს წინააღმდეგობას რუსეთს, ვიდრე ზოგ შეიძლებოდა ეფიქრა და რომ რუსეთი რთულ მდგომარეობაშია. ერთხმად ითქვა, რომ ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე და რომ უნდა გავაგრძელოთ ეს კურსი. მე ვფიქრობ, რომ ევიანის სამიტზე ვიხილეთ მიდგომის ძალიან ღრმა ცვლილება. არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნა ითანამშრომლოს ევროპელებთან უკრაინის მხარდასაჭერად. საერთო სურვილი ამ საკითხზე წინსვლისთვის და რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერას, თავდაცვის სისტემებს, შორი მოქმედების შესაძლებლობებს და ლიცენზირებას, ეს აბსოლუტურად გადამწყვეტია. une volonté commune. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ დიდი შვიდეულის სამიტზე ერთობლივი დეკლარაცია გამოვეცით და ჩვენი დროის მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ საკითხებზე საერთო ენა ვიპოვეთ. ამას მე ნამდვილად წარმატებად მივიჩნევ. სინამდვილეში ჩვენს განცხადებაში ამ საკითხზე ძალიან მკაფიო გზავნილი იკითხება. ჯგუფის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა უფრო ძლიერია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა. G7-ის ყველა პარტნიორი გააძლიერებს სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინისთვის. ერთობლივ პოზიციაში ხაზგასმულია, რომ შექმნილია გარკვეული ახალი შესაძლებლობა და ამ მომენტის გამოსაყენებლად მხარეები თანხმდებიან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე, დამატებითი შემაკავებელი სისტემებისა თუ შორი მოქმედების შესაძლებლობებით მომარაგებაზე. დადასტურებულია უკრაინის სამხედრო წარმოების თვალსაზრისით არსებული ლიცენზიების განხორციელების შესაძლებლობაც. უკრაინის ენერგეტიკული მედეგობის აუცილებლობა მომავალ ზამთარში. კონკრეტიკაში თავად დონალდ ტრამპი არ შესულა, თუმცა მოლოდინები, რომ მასაც აქვს, განცხადებიდანაც იკითხება. მე ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც, რომელიც აქ იყო. მინდა გითხრათ, რომ რაღაც მოხდება, რადგან ისინი ბევრ ადამიანს კარგავენ. ბევრი ჯარისკაცი იღუპება, ორივე მხარე დიდ დანაკარგებს განიცდის. რუსეთი უფრო მეც კარგავს, რადგან ისინი შეტევაში არიან და როდესაც ომში შეტევაში ხარ, უფრო მეც კარგავ. საკმაოდ მარტივია. პოზიციებს იზიარებს იტალიის პრემიერიც. ჯორჯა მელონი მამასთან განაახლა მოწოდებები ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ რუსეთთან საკომუნიკაციოდ უკრაინის საკითხზე. ამ როლში კი იტალიის ლიდერი ბლოკის უმსხვილესი ქვეყნების წარმომადგენლებს ვერ ხედავს და მის არგუმენტსაც ასახელებს. ვფიქრობ, რომ თუ ამ საკითხზე შედეგის მიღწევა გვინდა, შემიძლია გითხრათ. ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება რომელიმე დიდი ევროპული ქვეყნიდან ვინმეს წარდგენა. ვფიქრობ, რომ ასეთი ქვეყნების წარმომადგენლის დასახელება შეთანხმებას ჩემი თვალსაზრისით უფრო გაართულებდა. ამიტომ მე მივმართავდი ევროკავშირის საშუალო ზომის სახელმწიფოებს. საბოლოოდ დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების შეკრება უკრაინისთვის წარმატებულად შეფასდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთი ქვეყნისგან მიიღო პირობა სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებასთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ის ახლად გაჩენილი პოლიტიკური თუ დიპლომატიური შესაძლებლობებია, რომლებაც უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის დასასრული რეალური უნდა გახადოს. Normally people say thank you, but we in Ukraine say okay, let's speak about next fight.